დღეს ჩვენ ვაგრძელებთ გადაცემას ფაზის აკადემიის კვლევები. გადაცემის მნიშვნელოვანი თემა არის პროტოქართველური მოსახლეობის ტრანსფორმაციის აღწერი დინამიური სისტემების კვლევა. ჩვენ წინა გადაცემაში ვისაუბრეთ 8000-ლოვანი ისტორიაზე და ამის დამამტკიცებელი დოკუმენტი ფაქტობრივად ნივთიერი მასალა არქეოლოგიური ეს არის ღვინის კულტურისთან დაკავშირებით აღმოჩენილი ქვევრი რომელიც დაახლოებით 8000 წლისა ღვინის კულტურა ანუ ვაზის კულტურა და ასევე აღმოჩნდა ხორბლის კულტურა ფაქტობრივად რომ წარმოვიდგინოთ 8000 წელი ეს არის მნიშვნელოვანი პერიოდი იმისგან სასწრაფოდ რომ როგორ ხდება ჩამოყალიბება ქართველი ერისა დროთა განმავლობაში. სანამ ღვინისა და ვაზის კულტურა გავრცელდებოდა კავკასიიდან და ჩვენ უკვე ვიცით რომ კავკასია კერძოდ საქართველოს არის ღვინისა და ვაზის სამშობლო და ეს ვრცელდება ეს კულტურა მცირე აზიაში და ხმელთაშუაზღვისპირეთში სანამ გავრცელდებოდა ადრეულ პერიოდში საზოგადოება მისდევდა შემგროვებლობას სამონადირო სისტემით იყვნენ დაკავებული, მაგრამ როცა მიწათმოქმედება დაიწყო, მაშინ ძირითადად ჩანს ხორბალი და ვაზის კულტურა, ყოველ შემთხვევაში საქართველოს ტერიტორიაზე. ჩვენ დავიწყებთ დაახლოებით 7000 წლის პერიოდით, ანუ 7000 პერიოდს, ანუ 7000-ლოვან პერიოდს განვიხილავთ ქართველური მოსახლეობის განვითარებას, ცვლილებას, ტრანსფორმაციას, ასე რომ ვთქვათ, და პროტოქართველური რატომ არის ეს ტერმინი აღებული, ეს არის ლინგვისტური ტერმინი, ეს არ არის ახალი ტერმინი, თითქმის 150 წელი რაც გამოიყენება მეცნიერებაში, პროტო პირველს ნიშნავს ქართველური, ეს არის უძველესი პერიოდის ენობრივი სისტემა რომელიც და შემდეგ იქმნება დროთა განმავლობაში ტრანსფორმაციის გარდაქმნის შედეგად სხვადასხვა შიდა და გარე ფაქტორების დაკავშირებით ეს ენობრივი სისტემა იშლება ნელ-ნელა და თანდათანობით და ჩვენ ამას დღეს გავეცნობით. მოკლედ თემა, რომელზეც ჩვენ საუბრობთ, ეს არის დამუშავებული პროფესორი ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორის თემურ ჩილაჩავას ასოცირებული პროფესორი გიორგი ფოჩუას და მე გია კვაშილავას ანუ ერთობლივი მუშაობის შედეგად არის ეს თემა გამოკვლეული. ანუ ფაქტობრივად 7000-ლოვანი ისტორია ქართველური მოსახლეობის ტრანსფორმაციაზე გვექნება მათემატიკური მოდელების საუბარი. ჩვენი კვლევა აერთიანებს სხვადასხვა დარგის მეცნიერებებს, ეს არის ზუსტი და საბუნებისმეტყველო, ჰუმანიტარული და საზოგადოებრივი მეცნიერებების მეთოდოლოგიურ მიდგომებს. ნაშრომი ჩვენ რომელიც გავაკეთეთ, ეს რომელიც შევისწავლეთ და ამ ნაშრომში წარმოვადგინეთ, განხილულია ქართველური ენების და როგორც ვთქვით, ქართველური ენებში შედის ქართული, მეგრული, ლაზური და სვანური, აი ენების უძველესი საერთო წინაპარი ენა რომელსაც პირობითად ლინგვისტურად ქვია პროტოქართველური, ანუ საერთო ქართველური ფუძე ენა. აღწერილია ამ ნაშრომში, რომ როგორ დაიშალა, ანუ სქემატურად წარმოვადგენთ ერთიანი ენა დროთა განმავლობაში, როგორ განვითარდა ამ ერთობლივი ფუძე ენიდან შემდეგ ქართველური ენები, ქართული, მეგრული, ლაზური და სვანური. და აი სწორედ ამ ენებზე მოლაპარაკე ხალხების, ანუ მოლაპარაკე ხალხის ისტორიულად და კულტურულად როგორ ყალიბდება ამას მათემატიკური მოდელით წარმოვადგენთ. კვლევაში შემოთავაზებულია შესაძლო სცენარები ამ პროცესისა, რომელიც მიმდინარეობს 7000 წლის განმავლობაში და ამ პროცესების აღსაღწევად არის მათემატიკური მოდელები შექმნილი და კომპიუტერული სიმულაციები. ეს მოდელები ძალიან მნიშვნელოვნად აღწერს ამ პროცესს, ეს პირველი შემთხვევაა, რომ სოციალურ მეცნიერებაში, სოციოლოგიურ
ესე იგი ამასთან დაკავშირებული პროცესებთან ეთნოგრაფიული კვლევები და ასე შემდეგ პროცესები, რომელიც მიმდინარეობდა ყალიბდება საზოგადოება, ამის აღწერა მათემატიკურად პირველად ხდება და ამ საკითხებზე გესაუბრებით. როგორც ვთქვით, ეს არის პირველი სისტემური ცდელობა ასეთი მიდგომის გამოყენებისა მათემატიკაში ამ თემის შესახებ ვისაუბრებთ დღეს. შედარებითი და შინაგანი რეკონსტრუქცია ხდება ლინგვისტურად, ეს თქვენ მოგეხსენებათ და ამ შედარებით და შინაგანი რეკონსტრუქციით აღდგენა ხდება პროტოქართმალური ენისა დაახლოებით 4000 წლის წინანდელი, დაახლოებით 5000 წლის წინ, როგორი იყო ეს გამოკვლეულია ლინგვისტურად, მაგალითად თქვენ შეგიძლიათ ნახოთ წიგნი, გამყრელიძე მაჭავარიანის წიგნი, რომელიც 1975 წელსაა გამოცემული, სონატას სისტემა და აბლაუტი ქართველურ ენებში. ამ ენებში, ამ მასალებში წარმოდგენილია ის ენობრივი მასალა, რომელიც გვაჩვენებს, რას გვაჩვენებს, ანუ 1000 წლის წინ, ანუ 5000 წლის წინ, 7000 წლის წინ რა სოციალური, ეკონომიკური, რელიგიური, კულტურული კონტაქტები ჰქონდათ ქართველურ მოსახლეობას სხვა უძველეს მოსახლეობასთან, ეს არიან შუმერები, ეგვიპტელები, ასურელი, ბაბილონელები, ფინიკიელები და ბერძნულ ლათინურ ენაზე მოლაპარაკე ხალხი. და თავად ქართველურ ენებში ეს აისახა ეს კონტაქტები. ეს კვლევა წინა პლანზე აყენებს კავკასიურ და წინა აზიურ ენობრივ საკითხებს და მნიშვნელოვნად პირველია, რომ ლინგვისტიკაში მათემატიკური მოდელი ასეთი სახით რომ შეიქმნა და გვაჩვენებს მათემატიკურად იმ მნიშვნელოვან პასუხებს, რაც საჭიროა ერთგვარად ლინგვისტიკაში. ამ მიდგომის გარეშე შეუძლებელია სულიად გავიგოთ, როგორ ჩამოყალიბდა ქართველური და ენები და შემდეგში მათი ურთიერთობები, როგორც ვთქვით, შუმერებთან, ინდოევროპულ ტომებთან, მაგალითად ხეთებთან, ინდოირანულ ტომებთან, ბერძნებთან, რომაელებთან და ასე შემდეგ. ეს კიდევ შედის სემიტური ტომები, მაგალითად ეგვიპტელები, ასურები, ბაბილონელები, ფინიკიელები, ხურიტები, დრავიდები და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი ძველი ცივილიზაციის ხალხებია აქ ჩამოთვლილი. და ეს პროცესი აღწერილია ამ მოდელში. ამ თემის აქტუალობა, დემოგრაფიული პროცესების შესწავლა დიდი ხანია უკვე დაწყებულია, 3 საუკუნეზე მეტი ხნის ისტორიას ითვლის და ეს თემა დღეს მეტად აქტუალურია და მნიშვნელოვანი. გამოყენებით მათემატიკაში ამ თემის მნიშვნელობაზე პირველად საუბრობს დიდი გერმანელი მათემატიკოსი გოტფრიდ ლაიბნიცი. ანუ გოტფრიდ ლაიბნიცი ამბობს, როგორ შეიძლება ევროპაში, რომელიღაცა ქვეყნებში დემოგრაფიული პროცესი აღიწეროს და უშუალოდ ამ პერიოდში ამდენი რაოდენობით არის მოსახლეობა, 5 წლის შემდეგ, 10 წლის შემდეგ, ან 50 წლის შემდეგ რა რაოდენობის იქნება მოსახლეობა, მაგალითად გერმანიაში, ბელგიაში და ასე შემდეგ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მათემატიკური კვლევა იმ თვალსაზრისით, რომ პროგნოზი გაკეთდეს მოსახლეობისა. როგორც ვიცით, იგი იყო მათემატიკური ანალიზის, კომბინატორიკის, ლოგიკის, კომუნიკაციის თეორიისა და შედარებითი ენათმეცნიერების ერთ-ერთი ფუძემდებელი. ანუ ენათმეცნიერებაში ტერმინი შედარებითი ენათმეცნიერება მას აქვს შემოტანილი და სხვათა შორის გავიხსენოთ, რომ შედარებით ენათმეცნიერულ კვლევებში პირველად ის რომელიც გამოქვეყნებულია ნაშრომში, ეს არის 1696 წელს, აი სწორედ იქ წარმოადგენს ქართული შედარებას ევროპულ ენებთან, აი ქართული სიტყვები იქ აქვს ჩამოწერილი მას თავის ნაშრომში და ამბობს, რომ ქართულს სწავლობ და მაინტერესებს იმ კუთხით, რომ ეს ენა სხვა სტრუქტურისა, სხვა ფორმისა, ვიდრე ევროპული ენები.
ლაიბნიცი სწორედ ერთ-ერთი იყო პირველი, ვინც შეიმუშავა ენების წარმოშობის ისტორიული თეორია და აქ მას ძალიან აწუხებს მათემატიკური თვალსაზრისით, როგორ შეიძლება ეს თემა, ეს პროცესი იქნას აღწერილი. 1695 წლის 10 ოქტომბერს ლაიბნიცმა დეტალურად გამოიკვლია, როგორც ვიცით, რომში გამოცემული წიგნი 1629 წლისა ქართულ იტალიურ ლექსიკონი და აქედან აიღო მან სიტყვები და შეადარა ინდოევროპულ ენებს, განსაკუთრებით ევროპის ენებს. არსებითი სახელები აქვს გამოყენებული, რიცხვითი სახელები და სხვა. და ეს შედარება გაკეთებული აქვს ბერძნულ, ლათინურ, იტალიურ, სპარსულ ენებთან მიმართებით. იმავე წლის 27 აგვისტოს მან დაწერა კიდევ ფართო მიმოხილვა არგონატების მოგზაურობა და კოლხების ურთიერთობა ბერძნებთან დაკავშირებით. აქ ნახსენები აქვს ეგვიპტელების მოსაზრება, უკაცრავად ჰეროდოტეს მოსაზრება კოლხებისა და ეგვიპტელების შორის ურთიერთობისა. ამ ესე იგი დემოგრაფიული პროცესების შესწავლა, როგორც მათემატიკური მოდელების საშუალებით დაინტერესებული იყვნენ ედმონდ ჰელი, დანიელ ბერნული, ლეონარდ ეილერი, ჟან დალამბერი, თომას მალთუსი, პიერ ფრანსუა ფერჰიულსტი, რაიმონდ პერლი, ვიტო ვოლტერა, ალფრედ ლოტკა, მორის მოდეში და სხვები. ეს ძირითადად ცნობილი მათემატიკოსები გახლავთ, ყოველ შემთხვევაში ბევრმა კარგად იცის ამ მეცნიერების კვლევები. განსაკუთრებით აქ მნიშვნელოვანია გამოვყოთ თანამედროვე პერიოდში მათემატიკური მოდელირების კვლევები, რომლებიც პროფესორმა თემურ ჩილაჩავამ და მისმა სამეცნიერო სკოლამ გამოაქვეყნა, შექმნა ეს მიმართულება მათემატიკის მოდელირება, რომ ვთქვათ ასე საქართველოში ლიდერი სკოლა არის იმ თვალსაზრისით, რომ მათემატიკური მოდელირების ასეთი პროცესების, დემოგრაფიული პროცესების შესწავლა მხოლოდ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხდება. ეს პროცესი რომ შევისწავლოთ, როგორც ჩემთვის ცნობილია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, როგორც მათემატიკური თვალსაზრისით არ მიმდინარეობს. სწორედ ამ სკოლამ, თემურ ჩილაჩავას სკოლამ და მისმა სკოლის წარმომადგენლებმა საფუძველი ჩაუყარეს მრავალ სხვადასხვა მნიშვნელოვან კვლევას და ამ კვლევების საფუძველზე გაჩნდა ახალი პერსპექტივა ქართველური მოსახლეობის რიცხვითი ცვლილებების შესწავლისათვის, ანუ რაოდენობრივი თვალსაზრისით 7000 წლის განმავლობაში დასაწყისში რამდენი იყო და შემდეგ რამდენი გახდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია დემოგრაფიული პროცესების შესწავლისთვის. სწორედ ეს დემოგრაფიული პროცესები მომავალსაც გვეუბნება რიგი ფაქტორების დაცვის შედეგად ქართველური მოსახლეობა რამდენი იქნება დაუშვათ 50 წლის შემდეგ და ასე შემდეგ. ეს კი ქართველური ენათა ისტორიული ენათმეცნიერების ერთ-ერთი ყველაზე მთავარი საკითხია. ქართველური, ინდოევროპული, სემიტური, დრავიდული ენათა შორის ურთიერთგავლენის შესწავლა დიდი ხანია მიმდინარეობს. ლინგვისტურად ამ მიმართულებით ნაშრომების შექმნეს ფრანც ბოპმა, რომან იაკობსონმა, არლონ ჩიკობავამ, გივი მაჭავარიანმა, თამას გამყლევსძე და სხვა გამოჩენილმა მეცნიერებმა. ეხლა ჩვენი კვლევის ობიექტი და მიზანი რა არის? კვლევის ობიექტი არის პროტოქართველური, ანუ უძველესი საერთო ქართველური მოსახლეობის ესე გარდაქმნის პროცესის აღწერა მათემატიკური მოდელებით და ამ მოდელებზე დაყრდნობით ასევე შექმნილია კომპიუტერული სიმულაციები. ეს მოდელები წარმოდგენილია შემდეგი სახით, ესე იგი მათემატიკურად ეს მოდელი დაწერილია ასეთი სახით. ცნობილი მათემატიკოსების ბერნულისა და რიკატის მიერ დაწერილი განტოლებებია და ამ მოდელს სწორედ აღწერს ბერნულისა და რიკატის დიფერენციალური განტოლებები ცვლადი კოეფიციენტებით. ახლა ამ განტოლებებს აქ არ გაჩვენებთ,
ყოველ შემთხვევაში წარმოუდგენა ვიქონიოთ, რომ დემოგრაფიული პროცესების აღწერა შესაძლებელია აი ესეთი მათემატიკური მოდელები. თქვენი ცნობილია ყოველ შემთხვევაში მექანიკაში მათემატიკური მოდელები, ფიზიკაში, ანუ მათემატიკურად აღიწერება მექანიკური პროცესები, ასევე აღიწერება ასტროფიზიკური პროცესები. ყოველ შემთხვევაში მარტივი მაგალითები რომ ავიღოთ, მანქანის გადაადგილება ესეც მათემატიკური მოდელია, გადაადგილების პროცესი აღიწერება ძალიან მარტივი განტოლებით და ეს განტოლების ამოხსნა სწორედ არის იმის მაჩვენებელი, როგორ გადაადგილდა. ყოველ შემთხვევაში ეს ახლა მე არ შევდივარ იმ ღრმად ფიზიკის საკითხებში, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რომ წარმოდგენა ვიქონიოთ, ყველაფერი პროცესი, რაც დედამიწაზე მიმდინარეობს, ეს არის დემოგრაფიული თუ ასტრონომიული თუ ფიზიკური, ქიმიური თუ ასე შემდეგ სხვანაირი პროცესები, ყველაფერი აღიწერება მათემატიკურად, ანუ მათემატიკური მოდელებით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, სწორედ გამოყენებითი მათემატიკა, ჩვენ როგორც წინა გადაცემებში ვთქვით, თითქმის დაიწყო იმ პერიოდში, როდესაც ადამიანმა დაიწყო მიწათმოქმედება. და ჩვენ საუბრობთ, რომ მიწათმოქმედების დროს აუცილებლად ჭირდებოდა ადამიანს საქონლის, ანუ ხორბლის შემოსავალი და უშუალოდ რომ თქვა აღწეროთ, ჩაწერა და შესაბამისად აღრიცხვა. ეს არის გამოყენებითი მათემატიკის დასაწყისი და დაახლოებით ეს შეგვიძლია ვთქვათ, დაიწყო 8000 წლის წინ და პროცესი 6000 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომ ჩამოყალიბებულიყო როგორც სრული გამოყენებითი მათემატიკური მიდგომები. ეს დაახლოებით იწყება უკვე ჩანაწერების მიხედვით 5300 წლის წინ, აი პირველი წერილობითი ტექსტები ჩვენ კაცობრიობას გვაქვს შუამდინარეთში, შუმერში აღმოჩენილი, სადაც არის დაწერილი თიხის ფირფიტები, სადაც აღწერილია ეკონომიკური ურთიერთობის დროს, გასვლა, გამოცვლის, საქონლის შემოტანის და გატანის დროს აღრიცხვა არის გაკეთებული და იქ მათემატიკური ანგარიშებია. როგორც თქვით, პროცესი აღიწერება დემოგრაფიული პროცესი ქართველური მოსახლეობის ტრანსფორმაციისა, ბერძნულისა და რიკატის დიფერენციალურ განტოლებებით და ეს როცა ერთი მთლიანი მოსახლეობა როცა არის. მაგრამ როცა მოსახლეობა იშლება სხვა გარე ფაქტორების მიხედვით, შემოდის აქ გაჩნია რამდენი ტიპად იყოფა, იმის მიხედვით გვაქვს ლოდკა ვოლტერასო ორგანიზმებიანი, როცა სამი მიმართულებით გაყოფილი მოსახლეობა, მაშინ სამგანზომილებიანი არაცმევი დინამიური სისტემა გვაქვს, როცა 4-ია, 4 განზომილებიანი არაცმევი დინამიური სისტემის შესწავლა ხდება. აი კვლევის მიზანი რა არის? ამ პროცესებისთვის შესაძლო სცენარებისა და მათემატიკური მოდელების შექმნა, დასმული ამ ამოცანისთვის უნდა ამოიხსნას კოშის ამოცანა. კოშის ამოცანა ეს მათემატიკურად რომ ვთქვათ, საწყისი პირობა ვიცით, დაუშვათ ძველწეთ აღრიცხვის 5000 წელს საწყისი რაოდენობა ქართველური მოსახლეობისა იყო მილიონი, ყოველ შემთხვევაში ჩვენ გამოვდივართ სხვა მეცნიერების ნაშრომებიდან იქ აღწერილია, რომ დაახლოებით ცივილიზაციის ასეთი ფორმით შეიძლება ვერ წარმოვიდგენთ, მაგრამ რაღაცა ფორმით კულტურული გაერთიანება ყველგან დაახლოებით დედამიწაზე 40 ნაწილად აქვს მას დაყოფილი და მთელ დედამიწაზე ამ პერიოდში არის 40 მილიონი მოსახლეობა, ანუ 7000 წლის წინ მას ეს რიცხვები აქვს წარმოდგენილი და საშუალოდ გავყავით 40 ცივილიზაციაზე, ანუ თითეული ცივილიზაციის საშუალო რაოდენობა მოსახლეობისა იქნება მილიონი და აქედან გვაქვს ჩვენ აღებული მილიონი მოსახლეობა. ანუ კოშის საწყისი პირობა მილიონია ქართველური მოსახლეობისა და დიფერენციალური განტოლება, ბერძნულისა და რიკატის დიფერენციალური განტოლება შესაბამისად გვაჩვენებს ყოველ პერიოდში, მაგალითად ჩვენ ავიღოთ ახლა 5000 ძველწეთ აღრიცხვიდან ძველწეთ აღრიცხვით 2500 წლამდე, აი ამ პერიოდში სწორედ გვაჩვენებს მოდელი რა რაოდენობით
ჩამოყალიბდება, ანუ რა რაოდენობის მოსახლეობა იქნება პროტოქართველური. ამის შედეგად შესაძლებელი გახდება, როგორც ვთქვით, პროტოქართველური მოსახლეობის ჩამოყალიბებისა და განვითარების პროცესების სავარაუდო მიახლოებითი სურათის აღდგენა, როგორც რაოდენობრივი თვალსაზრისით, ასე მისი განფედის თვალსაზრისით, ანუ თუ მოსახლეობა რაოდენობრივად იზრდება, სხვა რიგ პროცესებთან ერთად მიგრაციაც იწყება, იმიტომ რომ მოსახლეობას რაღაც სივრცე ჭირდება, როცა იზრდება, შესაბამისი გარეთა ნაწილიც უნდა გადავიდეს, ანუ ის სივრცე, რომელშიც ცხოვრობდა, იმის მიღმა უნდა გააგრძელოს კიდევ ცხოვრება, ანუ მიგრაცია, ანუ გადაადგილება ხდება. როგორც ვთქვით, ქართველურ ენაზე მეტყველი მოსახლეობის რაოდენობრივი ცვლილებების დინამიკის განსაზღვრა ხდება. სამეცნიერო სიახლე და ძირითადი შედეგი რა შეგვიძლია ვთქვათ ამაზე. გამოყენებით მათემატიკაში და ისტორიულ-ლინგვისტიკურ მეცნიერებაში მათემატიკური მოდელირება და კომპიუტერული სიმულაციები დღეს ერთადერთი თანამედროვე და ინოვაციური საშუალებაა ასეთი რთული პროცესების აღსაწერად. სხვა ინსტრუმენტი ჩვენ დემოგრაფიული პროცესების შესასწავლად არ გვაქვს. ჩვენი ნაშრომი პირველი ამ მხრივ სოფლიო ამ მიმართულებით ვინც იკვლევს, სადაც ინტერდისციპლინარულად, ანუ სხვადასხვა სამეცნიერო მიდგომებია გამოყენებული მათემატიკა, ლინგვისტიკა, ისტორია, ბიოლოგია, ეკოლოგია, ეპიდემიოლოგია, დემოგრაფია და სხვა. ყოველ შემთხვევაში გეოგრაფიაც არის აქ გამოყენებული და სხვა რიგი მეცნიერული მიდგომები, მეთოდები და აი ეს სწორედ ინტერდისციპლინარული მიდგომებით ამ გამოყენებით მათემატიკის ეს გამოყენებით მათემატიკის მეთოდებითა და კომპიუტერული ექსპერიმენტებით ერთობლივად შესწავლილია ეს საკითხი, ანუ ქართველური მოსახლეობის ტრანსფორმაციის პროცესი. სრულიად და როგორც ვთქვათ, ახლა პირდაპირ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, კვლევების შედეგად სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი, სრულიად ახალი და უპრეცედენტოა ეს ჩვენი კვლევა პროტოქართველური მოსახლეობის წარმოშობის ეთნოგენეზისის დემოგრაფიული პროცესებისათვის სცენარებისა და მათემატიკური მოდელების შექმნა, ამ მოდელებზე დაყრდნობით კომპიუტერული სიმულაციების ჩატარება, ანუ ეს მოდელები, რომელიც შექმნილია მათემატიკურად, შემდეგში მერე კომპიუტერი მას ითვლის. ამ პროცესი, ამ შესწავლის შედეგად, ყოველ შემთხვევაში რა გვაქვს განსაზღვრულია, შედეგად განსაზღვრულია, როგორ შეიძლება რაოდენობრივად ქართული, ლაზური, მეგრული, სვანური მოსახლეობა პროტოქართველური მოსახლეობის გარდაქმნის შედეგად, მეორე, როგორი ურთიერთგავლენას ახდენენ ეს ოთხივე ენობრივი ჯგუფები ერთმანეთზე კონკრეტულ ისტორიულ პერიოდებში, ანუ 7000 წლის განმავლობაში ყოველ პერიოდში როგორი დამოკიდებულება გვაქვს. ყოველ შემთხვევაში ჩვენ ვთქვით, რომ ძველწეთა 5000-დან ძველწეთა რიცხვის 2500 წლამდე ეს არის ერთი ენობრივი სისტემა, ჯერ არ არის დაშლილი ეს ენობრივი სისტემა ცალკეულ ქართულ, მეგრულ, ლაზურ, სვანურ სისტემად, ანუ ერთი გვაქვს და ამისი ჩამოყალიბების პროცესი სხვა ჩვენებს და რატომ იშლება, ანუ რა პროცესი, გარე ფაქტორი რა მოქმედებს ამ ენობრივ სისტემის დაშლაზე, ეს არის მაგალითად სემიტური ტომების, ინდოევროპული ტომების განსაკუთრებით გავლენა, სხვა ტომებიც არსებობს, ყოველ შემთხვევაში დრავიდები თქვით და შორეული სხვა ტომებთანაც ურთიერთობა ქონოდა, ამის მაჩვენებელი ენა არის ენობრივ სისტემაში, ჩვენ გვაქვს ეს სიტყვები, საერთო თანხმედრის მქონე სიტყვები, საერთო სიტყვები და ამის მანიშნებელია, რომ უძველეს ქართველებსა და სემიტებს, უძველეს ქართველებსა და ინდოევროპელებს კონტაქტი ჰქონდა და ეს სიტყვათა მარაგი, რომელიც ინდოევროპულშია და ქართველურშია, ერთმანეთთან თანხმედრა აჩვენებს სწორედ მათი კონტაქტი იყო ძალიან ძლიერი. მათემატიკური მოდელირებისა და კომპიუტერული სიმულაციების სისტემურმა ანალიზმა პირველად აჩვენა, რომ შესაძლებელია 7000 წელზე მეტი ხნის ან ნაკლები 4 პერიოდადაა დაყოფილი ესა ისტორიაში აღდგეს და აღწერილი იქნას
პროტოქართველი მოსახლეობის ენობრივი და ეთნოკულტურული განვითარება, მისი რაოდენობრივი ცვლილებები და ცხოვრების პირობების ტრანსფორმაცია. როგორც ვთქვით, ეს არის პირველი სრული და სისტემური რეკონსტრუქცია ქართველური მოდგმის ისტორიაში. ანუ რეკონსტრუქცია აღდგენა ქართველური მოსახლეობის წინარე პერიოდისა. 7000 წლოვანი ისტორიის აღდგენა ეს მარტივი არ არის, ყოველ შემთხვევაში წერილობითი ძეგლები როცა არ არის, ამ პროცესის შესწავლა ფაქტობრივად იმ მეთოდებით, რაც ლინგვისტიკაში არის, ნულია. აი სწორედ აქ უკვე ძალიან ძლიერად მუშაობს მათემატიკური მოდელირება და შესაბამისი კომპიუტერული სიმულაციები და ეს წარმოდგენას გვიქმნის, ანუ გვისახავს იმ სურათს, რაც ერთგვარად წარმოუდგენელია ლინგვისტიკაში, ისტორიაში. ამიტომ ეს პროცესი, ამ პროცესის აღწერა სწორედ ამ მეთოდით, მათემატიკური ამ აპარატით, ესე გამოყენებული მათემატიკის მეთოდებით, სწორედ ამას ნათელს ფენს. ჩვენ ახლა ყოველ შემთხვევაში რაღაც ნაწილი ვისაუბროთ იმაზე, როგორც თქვით, როდის დაიწყო ის პროცესი, გამოყენებითი მათემატიკა. აი, როდესაც კაცობრიობა ჩვენ თქვით, რომ გადადის მიწათმოქმედებაში. დაახლოებით ჩვენთვის ცნობილია არქეოლოგიური მასალების მიხედვით, ძველი წელთაღრიცხვის მე-3-მე-3 ათასლეულებით, ანუ დღეიდან 2000 წელი კიდევ რომ დავამატოთ, ანუ დაახლოებით 10000 ან 11000 წლის წინ და ეს პროცესი გრძელდება დაახლოებით მოდის 5000 წლამდე წინ 5000 წელი, ანუ დაახლოებით 6000 წლის განსხვავებულ პროცესში მიმდინარეობს, ანუ 11000 და 5000, ანუ რომ გამოაკლოთ 6000-ია, ანუ 6000 წლის პროცესში მიმდინარეობს კაცობრიობის ჩამოყალიბება, როგორც მიწათმოქმედება და მიწათმოქმედი როცა არის, მას ჩაწერა ჭირდება, თუმცა ამ პროცესში ჯერ ჩაწერა არ მიმდინარეობს, ჯერ მიმდინარეობს აღრიცხვა და ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით ადრე, როგორ ხდებოდა შესაბამისი პროდუქტის აღრიცხვა, ეს იქნება მაგათად ხორბალი, ქერი და ასე შემდეგ. და ეს პროცესი 6000 წლის პერიოდში მიმდინარე პროცესი 11000 წელიდან ძველი წელთაღრიცხვის მე-3 ათასლეულებამდე კაცობრიობამ ყველგან არა, მაგრამ განსაკუთრებით შუამდინარეთში ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების შედეგად შექმნა, ჩამოყალიბდა დამწერლობა და ეს ჩვენ ადრე წინა გადაცემებში ქონდა როგორ ყალიბდება დამწერლობა, ამაზე საუბარი და აქვე აუცილებლად არის საჭირო აღრიცხვა ანგარიში და აქ უკვე ჩდება მათემატიკა. ამას გვეუბნება არქეოლოგია. ესე იგი, როგორც ვთქვით, ძველი წელთაღრიცხვის მე-3 ათასლეულებით დათარიღებულია შუამდინარეთის უმდიდრესი არქეოლოგიური არტეფაქტები, ეს არის დამწერლობამდელი ძეგლები და ამ ძეგლების შესწავლისას ჩვენ ადრეულ ნაშრომებში ნათლად ვაჩვენეთ, რომ ისტორიულად თავდაპირველად გამოყენებით მათემატიკა, წერის კულტურა და დამწერლობა წარმოიშვა და განვითარდა სასოფლო სამეურნეო და სავაჭრო ადმინისტრაციული აღრიცხვა ანგარიშების წარმოების პროცესების მიმდინარეობის დროს. ეს პროცესი იყო ნეოლითური ხანის, ანუ პირველი ეკონომიკური რევოლუციის დროს, სოციალური ეკონომიკური რევოლუციას უწოდებენ მას კიდევ ერთ-ერთი მთავარი გამოწვევი მიზეზი. ძველი წელთაღრიცხვის მე-3-მე-2 ათასლეულებში შუმერული გამოყენებითი მათემატიკა ცხოვრებისეული მოთხოვნილებებიდან წარმოიშვა და განვითარდა. იგი პრაქტიკულ ამოცანებს წყვეტდა და ყოველდღიურ საჭიროებებს ემსახურებოდა. შემდგომ მოსულმა ხალხებმა, სემიტებმა, ბაბილონელებმა ეს მეცნიერება, ყოველ შემთხვევაში ჯერ მეცნიერება არ არის, მაგრამ გამოყენებითი მათემატიკა კიდევ უფრო სრულყოფილი და დახვეწილი გახადეს. შუმერული, ასურული, ბაბილონური, ეგვიპტური და კრეტული წერილობითი ძეგლების ეს არის თიხის ფირფიტებზე მოცემული ტექსტები, ქვის ტელებზე, სხვადასხვა ნივთებზე შესრულებული წარწერების ჩვენეული გაშიფვრის შედეგად, ეს მათემატიკური, ეკონომიკური ტექსტებია,
რომ თქვათ, მაგალითად შუამდინარეთში ეკონომიკური ტექსტები 500-1000-იან თიხის პირფიტებთან 84% ეკონომიკურია და აქვე არის მათემატიკური ანგარიშები. ყოველ შემთხვევაში 14%-ზე მეტი არის სუფთა მათემატიკური ამოცანები დასმული ამ თიხის პირფიტებზე, რომელიც გამოყენებითი თვალსაზრისითაა მნიშვნელოვანი, გამოყენებითი მათემატიკა ეს. ამ წარწერებში, როგორც ვთქვით, ჩვენ მრავალი სხვადასხვა მიდგომებით გავშიფრეთ და გამოჩნდა მრავალი მნიშვნელოვანი მათემატიკური მონაცემები, რაც იმდროინდელი კულტურების მაღალ დონესა და განვითარებას ადასტურებს. ამ ძეგლებში, წერილობით ძეგლებზე საუბარი ხდება ნატურალურ და წილად რიცხვებზე არითმეტიკული მოქმედებები, პროპორციების გამოთვლა, კვადრატული და კუბური ფესვის პოვნის მეთოდები, წფივი და კვადრატული განტოლებების ამოხსნა. ჩვენთვის ცნობილი პითაგორას თეორემის გამოყენება არის თიხის პირფიტაზე მოცემული ტრიგონომეტრიული ფუნქციების ცხრილი. საოცარია კიდევ რომ პის მიახლოებითი მნიშვნელობა, პის რიცხვი სკოლიდან ვიცით, 3.14 ვიცით, აი სწორედ ეს უკვე გამოყენება არის ამ რიცხვისა დაახლოებით ქრისტესშობამდე 2500 წლის წინ და დადასტურებულად 4000 წლის წინ, ანუ ქრისტესშობამდე 2500, ანუ 5500, უკაცრავად 4500 და დადასტურებულად 4000 წლის წინ ნამდვილად არის პირიცხვის გამოყენება როგორც შუამდინარეთში, ასევე ეგვიპტეში. და აქ პირიცხვი წარმოდგენილია როგორც მიახლოებითი მნიშვნელობით დაახლოებით 3.14. მართკუთხედის, ტრაპეცისა და წრის ფართობის გამოთვლის წესები ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ რიგი აქცენტური თვალსაზრისით საჭირო იყო გამოთვლა ფართობების და სხვადასხვა დანიშნულებით, ყოველ შემთხვევაში ტაძარი რომ აშენებული იყო, ფართობები მართკუთხედის ფორმის სახლებს ფართობის გამოთვლა აუცილებლად ჭირდებოდა. ასევე მოცემულია კუბის, პირამიდის, ცილინდრისა და კონუსის მოცულობების განსაზღვრის მეთოდები. და სხვა მრავალი პრაქტიკული გამოთვლა თიხის პირფიტებზე მოცემული. ასევე ეგვიპტეში არის ჩვენ წელთაღრიცხვამდე 1700 წელი, ანუ 3700 წლის წინ პაპირუსი ინახება. ეს პაპირუსი მოსკოვში, მე თავად მაქვს ეს ნანახი, დაახლოებით 12 მეტრზე სიგრძის პაპირუსია, სადაც რიგი მათემატიკური ამოცანებია დაწერილი 1996 წლიდან დავიწყე მასზე მუშაობა მოსკოვში, სწორედ ამ თემაზე მიმავლინა მაშინდელმა ცნობილმა აკადემიკოსმა გიორგ ჭოღაშვილმა. ყოველ შემთხვევაში ეს კვლევა რაღაც ნაწილი გამოქვეყნებულია და კიდევ მიმდინარეობს ამ პაპირუსის მათემატიკური ტექსტის კვლევა ჩვენ მიერ და შემდეგში გამოქვეყნდება. აღსანიშნავია, რომ ეს უძვირფასესი მათემატიკური ცოდნა აქტიურად გამოიყენებოდა არა მხოლოდ მიწის დაკვეთების გასაზომად, სავაჭრო, ეკონომიკური და არქიტექტურულ სამშენებლო საქმიანობებში, არამედ ასტრონომიის განვითარებაშიც აქვს დიდი მნიშვნელობა. ყოველ შემთხვევაში იმდროინდელმა კაცობრიობამ რიგი პლანეტებზე წარმოდგენა ჰქონდათ და დაახლოებით ზოგჯერ გამოთვლილიც კი არის დედამიწი და მთვარემდე მანძილი, დედამიწი და მზემდე მანძილი. გასაკვირია, როცა კაცობრიობა ამას ევროპაში აღწევს მე-16-მე-17 საუკუნის შემდეგ და ძველ თიხის პირფიტებზე ეს წერილობითი ძეგლები ამიტომ ამ მნიშვნელოვანი ამ მასალას გადმოსვეს. როგორც ვთქვით, უძველეს წერილობით ძეგლებში დაფიქსირებულია ციური სხეულების მოძრაობის დეტალური მათემატიკური აღწერები, თვალისა და მზის ციკლების გამოთვლის ცხრილები, დაბნელებისა, ყოველ შემთხვევაში მზის დაბნელებისა პროგნოზირების მეთოდები, ასევე დადასტურებულია უძველესი კალენდარული სისტემებისა და ზოდიაქოს ნიშნების კლასიფიკაცია, რაც იმდროინდელი კულტურების კოსმოლოგიურ და რელიგიურ შეხედულებებს ნათლად ასახავდა. შუმერული გამოყენებითი მათემატიკა არა მხოლოდ პრაქტიკული საჭიროებისთვის იყო შექმნილი, არამედ იმდროინდელი საზოგადოების
ინტელექტუალური პროგრესისა და სამყაროს შემეცნების ერთ-ერთი უნიშნელოვანესი ინსტრუმენტი იყო. მას საფუძვლად დაედო შემდეგში ბაბილონური გამოყენებითი მათემატიკა, რომელმაც შემდეგ პროცესში ძლიერი გავლენა მოახდინა ძველ ბერძნულ, იდურ, არაბულ, სპარსულ, ჩინურ მათემატიკურ ტრადიციებზე. ყოველ შემთხვევაში მეცნიერების ჩამოყალიბება, გამოყენებითი მათემატიკა ვთქვით, რომ რამდენიმე 1000 წლის წინ ყალიბდება კაცობრიობაში და მაგრამ როგორც მეცნიერება თეორიული ჩამოყალიბება პირველად იწყება ძველ საბერძნეთში და პირველი ეს გახდათ თალეს მილეთელი და შემდეგში პითაგორა. თალეს მილეთელი წარმოშობით როგორც ჩანს ბერძნული წერილობით ძეგლების მიხედვით არის ფინიკიელი, ანუ სემიტური წარმოშობის. ფინიკიელები ეს დღევანდელი არაბებისა და ებრაელების მონათესავე ტომები იყვნენ, დღეს აღარ არიან ესენი გადაშენდა დროთა განმავლობაში ძალიან მაშინდელი ცნობილი ვაჭრები იყვნენ, ყოველ შემთხვევაში ცნობილია ბევრი მათი მოგზაურობები ხმელთაშუა ზღვის პირეთის ქვეყნებში. მისი ნაშთები, ესე იგი ამ მიღწევების ნაშთები მათემატიკური შუმერული, ესე იგი შუმერული გამოყენებითი მათემატიკის ნაშთები დღემდე არის. ყოველ შემთხვევაში ჩვენ რო ვიცით დროის აღრიცხვა, ყოველ შემთხვევაში 1 საათში 60 წუთი რომა, 1 წუთში 60 წამია, ეს სწორედ შუმერებმა დაუდეს საფუძველი კუთხისა და გეოგრაფიული კოორდინატების გაზომვის წესრები, ესევე შუმერებთან არის დაკავშირებული. დღემდე ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში აქტიურად გამოიყენება. დროთა განმავლობაში გამოყენებითი მათემატიკის კონკრეტული მეთოდების განვითარებამ აუცილებელი გახადა მტკიცე თეორიული საფუძვლის შექმნა, თეორიის შექმნა, აი სწორედ რაც ვთქვით, ეს დაიწყო ძველ საბერძნეთში, ეს არის თალეს მილეთელთან. თალესი საერთოდ ეს სიტყვა ფსევდონიმია შეიძლება, იმიტომ რომ თალესი ბერძნულად ზღვას, წყალს ნიშნავს და თქვენ მოგეხსენებათ ფილოსოფიიდან, რომ თალეს მილეთელი სამყაროს შექმნის საფუძვლად აცხადებს წყალს და ამიტომ მას ეს სახელი შეიძლება აქედან ჰქონდეს აღებული. მილეთი ეს არის დასახლება დღევანდელი თურქეთის დასავლეთ ნაწილში, ეგეოსის ზღვისპირეთში მდებარეობს დიდი ქალაქია. მილეთი ეს ძალიან ცნობილი ქალაქია, ყოველ შემთხვევაში ფაზისისა და დიოსკურის დაარსება მილეთიდან ეკონომიკური ურთიერთობისთვის ჩამოსულმა ახალშენებმა შექმნეს ეს ადგილი და ეს ეკონომიკური ურთიერთობისთვის აუცილებელი იყო ძველი საბერძნეთის კულტურის განვითარებისთვის და აქ მოიპოვებოდა ის მნიშვნელოვანი საქონელი, ყოველ შემთხვევაში შრომის პროდუქტი, მაგალითად ამ შრომის პროდუქტებში შედის ხე-ტყე, მცენარეები და სხვა დანიშნულების მნიშვნელოვანი ეს ხის ნივთიერებები, რომელიც ძალიან გამოსადეგი იყო გემშენებლობაში. მოკლედ ესე იგი 6000 წლის განმავლობაში მიმდინარეობს გამოყენებითი მათემატიკის ჩამოყალიბება 11000-დან ძვ 3000 წლამდე და აი ამის შემდეგ უფრო ყალიბდება გამოყენებითი მათემატიკა, როგორც ჩანაწერები გვაძლევს, გამოყენებითი პითაგორას თეორემა, იქ ტრიგონომეტრიული ცხრილები არის და მრავალი ანგარიშები კვადრატში აყვანა, ყოველ შემთხვევაში ვთქვით, რომ კუბური განტოლებების ამოხსნაც ხდება, მაგრამ ეს პროცესი რომ ვითარდება, შემდეგ კაცობრიობას დასჭირდა ყოველ კონკრეტულ მაგალითზე კონკრეტული ამოცანის გადაწყვეტა კი არა საჭირო, არამედ განზოგადებება. ანუ თეორიული მასალის შექმნა, აი ეს თეორიული მასალა შექმნა დაიწყო სწორედ საბერძნეთში და ეს თალეს მილეთელი იყო. თალეს მილეთელის თეორემაც ვიცით გეომეტრიაში, ყოველ შემთხვევაში სკოლაში ნასწავლი გვაქვს. პითაგორა ეს არის ის პირი, რომელიც ჩვენ გამოვიკვლიეთ, მისი წარმოშობა პელაზგურია, ბერძნული წყაროების მიხედვით, ანუ ჩვენ აქედან თუ ავთვლით
ქართველების, ანუ წინარე ქართველების კულტურის მათემატიკური მიღწევას გამოდის, რომ 2500 წლისა ჩვენი ეს ნიშნულოვანი განვითარებაა, რომ წარმოვიდგინოთ უძველეს პერიოდში ქართველების წინაპარი პითაგორა იყო მათემატიკოს ფილოსოფოსი, მისი შეხედულებებით ცნობილია ჩვენთვის. ყოველ შემთხვევაში ცნობილია, რომ პითაგორას შემოაქვს პირველად ცნება მათემატიკა, მათემა ბერძნულად ნიშნავს სწავლას, სხვა მნიშვნელობაც აქვს, რა თქმა უნდა. მოკლედ, ძველ საბერძნეთში ყალიბდება განზოგადებით, ანუ თეორიული ფორმატში აქსიომატური სისტემის ჩამოყალიბება იწყება, აქ ლოგიკა, დამტკიცების წესები, განსაკუთრებით ლოგიკა არისტოტელესთან ჩანს და ეს პროცესი რომ დაიწყო რაღაც პერიოდებში შეფერხდა ევროპაში, საბერძნეთის შემდეგ ლათინურ ცივილიზაციაში გადავიდა, მაგრამ ძირითადად საბერძნეთშია, შემდეგ რაღაც ხელშემშლელი ფაქტორი იყო, სანამ მე-16-მე-15 საუკუნეებში, მე-17 საუკუნეში ევროპაში თავიდან დაიწყო მათემატიკის როგორც წმინდა თეორიული ნაწილის ჩამოყალიბება და აი სწორედ ამ პერიოდში იწყებს ბერნული მოღვაწეობას იმ კონკრეტული ამოცანა დემოგრაფიული პროცესების აღსაწერად ჰელი და სხვები, ლაიბნიცი და სხვები კონკრეტულ ამოცანებს განტოლებებს წერენ, რომ ის გამოყენებული იქნას დემოგრაფიული პროცესების აღსაწერად და სწორედ ამის გამო ჩვენ ეს პროცესები, რომელიც მიმდინარეობს, შემდეგში ძალიან დაიხვეწა, განვითარდა და როგორც თქვით, პროფესორმა თემურ ჩილაჩავამ ძალიან მნიშვნელოვნად იმუშავა ამ მიმართულებით და 4-ვე პერიოდის ქართველური მოსახლეობის 4 პერიოდში განვითარების შედეგად წარმოადგინა მათემატიკური მოდელები, აი მოდელების შესწავლაზე გვაქვს ჩვენ საუბარი, როგორც ვთქვით, ეს უპრეცედენტოა, რაც ჩვენ წარმოვადგინეთ შემდეგში დისერტაციის სახით. ესე იგი, აქსიომატურმა სისტემამ, ლოგიკამ, დამტკიცების წესები, თეორია, რომლებიც მათემატიკურ ცოდნას ერთმნიშვნელოვან წესრიგში აქცევს, ეს მოხდა სწორედ ეს პროცესი, როგორც ვთქვით, ჯერ საბერძნეთში დაიწყო და უკვე ევროპაში მე-16-მე-17 საუკუნეებში დაიწყო და რომ ვთქვათ, მე-19 საუკუნეში ერთგვარად დასრულდა. ამ საჭიროებამ წმინდა მათემატიკა წარმოშვა, თეორიული მათემატიკას რომ ვთქვათ, რომელიც აბსტრაქციისა და ლოგიკური სტრუქტურების საოცარ სამყაროდ იქცა, სწორედ ამ გზას გაყვნენ და ბირიკი გაკვალეს განსაკუთრებით იტალიურმა, ფრანგულმა და გერმანულმა მათემატიკურმა სკოლებმა, მათ შექმნეს მათემატიკური ცოდნის ის მტკიცე საფუძველი, რომელზეც დღეს დგას მათემატიკის მეცნიერების დიადი ტაძარი და საიდანაც იგი სამყაროს უმაღლესი ჰარმონიის ენით ესაუბრება. ამგვარად, გამოყენებითი მათემატიკა, რომელიც შუმერებმა, ბაბილონელებმა, ეგვიპტელებმა ყოველდღიური საჭიროებიდან გამომდინარე, პრაქტიკული ამოცანის გადასაჭრელად შეიმუშავეს, მაგრამ ისტორიული პროცესებით რომ დაიწყო ეს განვითარების პროცესი, ისტორიულად, რა თქმა უნდა, წინ უსწრებდა წმინდა მათემატიკის წარმოშობას, შუამდინარული ეგვიპტური მათემატიკის საფუძვლებზე, ძველი წითაღრიცხვის მე-6-მე-3 საუკუნეებში, როგორც ვთქვით, ბერძნული სკოლის წარმომადგენლებმა, თალესმა, პითაგორამ, ეკლიდემ, არქიმედემ და სხვებმა პრაქტიკიდან მომდინარე ამოცანები განაზოგადეს და საფუძველი ჩაუყარეს წმინდა მათემატიკას, როგორც აბსტრაქტულ და ლოგიკურ კანონებზე დაფუძნებულ დისციპლინას. შემდგომ პერიოდში ინდურმა, არაბულმა და ჩინურმა მათემატიკამ დიდი პროგრესი განიცადა. გამოყენებით ამოცანებზე მუშაობამ თეორიულ მოდელების შექმნის აუცილებლობა გამოიწვია, ამაზე საუბრობით, განსაკუთრებით მე-16-მე-20 საუკუნეებში ევროპულ სამეცნიერო სკოლებში, იტალიაში, საფრანგეთში, გერმანიაში წმინდა მათემატიკის თეორიული აბსტრაქტული საფუძვლების საბოლოოდ ჩამოყალიბდა. გამოყენებით და წმინდა მათემატიკის ამ უწყვეტმა კავშირმა ხელი შეუწყო მათემატიკის როგორც ერთიანი დისციპლინის განვითარებას.
რამაც თანამედროვე სამეცნიერო ტექნოლოგიური მიღწევები განაპირობა. ესე იგი, ეკონომიკურმა ურთიერთობებმა, განვითარების პროცესმა ჩამოაყალიბა წერის კულტურა და გამოყენებით მათემატიკა, სწორედ ის განვითარების პროცესი, რომელიც ეკონომიკურ განვითარებას მოყვება, შემდეგში გამოყენებით მათემატიკა იმდენად ვირთარდება, რომ მისგან წარმოიშვება წმინდა მათემატიკა. შემდეგში წმინდა მათემატიკა და გამოყენებითი მათემატიკა ერთად, ასე რომ ვთქვათ, ხელჩაკიდებული მოძრაობა და ამ პროცესმა, მათი განვითარების პროცესმა, სწორედ სამეცნიერო და ტექნოლოგიური მიღწევები განაპირობა. აი ეს ბევრმა ჩვეულებრივმა მსმენელმა შეიძლება არ იცის, რომ დღეს ჩვენ რაც გვაქვს ტექნოლოგიური მიღწევები, დაუშვათ აი მაგიდან ჭიქა ეს ყველაფერი ამ პროცესის ნაღობია, კომპიუტერი და ეს ტექნიკა რაც ჩვენს გარშემოა. და ბევრი ზოგჯერ წარმოიდგენს, რომ მეცნიერული პროგრესის შედეგად ასეთი დიდი შედეგები მიიღო კაცობრიობა, ეს მარტივი არ არის. ამიტომ იმ ქვეყნებში, სადაც მეცნიერებას აქვს დიდი ხარდაჭერა, ის ქვეყნები ყოველთვის იქნება ძლიერი ტექნოლოგიურად და ყოველ შემთხვევაში 21 საუკუნეში დღეს თუ მეცნიერება არ ექნება ქვეყნას, ის ტექნოლოგიურად ვერ იქნება ძლიერი და ვერც ერთ ქვეყანას კონკურენციას ვერ გაუწევს, ვერც ეკონომიკურად, ვერც მეცნიერულად და სხვა ვერც ერთ მიმართულებით, თუნდაც სოციოლოგიური თვალსაზრისით. იმიტომ ჩანს, როცა ქვეყანა ეკონომიკურად სუსტია, მეცნიერება დაბალ დონეზეა, იქ დასაქმება დაბალია, განაზღაურება დაბალია და მიგრაცია იწყება და ადამიანი დემოგრაფიულად მოსახლეობის თვალსაზრისით მცირდება. ადამიანი ეს პროცესი საქართველოში ნამდვილად არის ერთმანეთზე გადაბმული. გამოყენებითი და წმინდა მათემატიკის ამ უწყვეტმა კავშირმა, როგორც ვთქვით, სამეცნიერო და ტექნოლოგიური მიღწევები განაპირობა, ამიტომ მათემატიკის სწავლება, ან მათემატიკის მეცნიერების, ფიზიკის მეცნიერების დიდი მხარდაჭერაა საჭირო. პირდაპირ ერთ დღეში ნაყოფს ეს არ იძლევა, მაგრამ როცა მათემატიკის სკოლა ასეთი ძლიერია, ფიზიკის სკოლა და სხვა მეცნიერების სკოლა, ამის შენარჩუნება აუცილებელი. იმიტომ რომ თუ ამ დონეს არ შევინარჩუნებს, შემდეგი პროცესები დაიწყება პირიქით და საქართველო გახდება ის ქვეყანა, სადაც საერთოდ არ იქნება, თუ ეს მილევად რეჟიმში გადავიდა, ეს პროცესი საერთოდ არ იქნება კონკურენტურიანი და ყოველ შემთხვევაში კონკურენტურიანი როცა არ არის ქვეყანა, ის დროთა განმავლობაში ბუნებრივად შეიძლება გაქრეს. მაგრამ ეს პროცესი რომ არ განვითარდეს, ჩვენ უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ მეცნიერება, რომელიც გვაქვს ჩვენ ახლა ამ მოცემულობაში, შევინარჩუნოთ და თუ უკეთესი იქნება, განვავითაროთ მეტად. გამოყენებითი მათემატიკის განვითარების ისტორიული კონტექსტს უკეთ წარმოსაჩენად ჩვენ ქვემოთ მოკლედ მიმოვიხილავთ რამდენიმე კლასიკოსი ავტორების ნაშრომებს, რომლებიც ჩვენს კვლევაში გამოყენებულ მიდგომებს მეთოდოლოგიურ და თებურ საფუძვლად დაედო. პირველად, ძველწესაღრიცხვის მესამე-მეორე საუკუნეში ინდოელმა მათემატიკოსმა პინგალამ თავისი წიგნში, ასეთი წიგნია სანსკრიტზე დაწერილი სალექსომეტრის წესები. ერთ-ერთმა პირველმა მან ჩამოაყალიბა საფუძველი კომბინატორიკისა, რიცხვითი სისტემისა და სალექსომეტრის გამოთვლის მეთოდოლოგია. ეს იყო მნიშვნელოვანი არა მხოლოდ მათემატიკის, არამედ ლინგვისტიკისა და პოეტიკის განვითარებისთვის. პოეზიის განვითარება სწორედ ამასთანაა დაკავშირებული. მან გამოიყენა გრძელი და მოკლე მარცვლები, რაც ფაქტობრივად ორობითი სისტემის საფუძველი გახდა. თქვენ მოგეხსენებათ, ორობითი სისტემა დღეს კომპიუტერშია გამოყენებული 0 და 1. აქ გრძელი მახვილი და მოკლე მახვილი. თუ ერთს ავირჩევ დავუშვათ 0 დავარქვათ პირობითად, მეორე პირობითად 1. აი ეს გრძელი და მოკლე მახვილის სისტემა აღწერილი აქვს, ანუ ორობითი სისტემა 2300 წლის წინ ინდოელ მათემატიკოს პინგალას. საოცარია ეს, როცა სანსკრიტში ორიგინალში ამას რომ თვალს გადაავლებთ, ძალიან
შტაბეშტილების ქვეშ ხართ. ყოველ შემთხვევაში მე ეს ვიგრძენ, იმიტომ რომ ბევრჯერ შევისწავლე ეს ტექსტი, სანსკრიტის ტექსტი, სანსკრიტული ტექსტი, რომელიც არის დაახლოებით 300-400 გვერდამდე. პოეტურ მეტრში კომბინაციების დასათვლელად პინგალამ შეიმუშავა, როგორც ვთქვით, გრძელი და მოკლე მასვლების სქემა, რომელიც მოგვიანებით ფიბონაჩის რიცხვთან მიმდევრობას დაუკავშირდა. ფიბონაჩი ეს ცნობილი იტალიელი მათემატიკოსი გახდათ, ესე იგი მე-12 საუკუნეა, ამაზე გესაუბრებით მოგვიანებით და გეტყვით ფიბონაჩისთან დაკავშირებით, როდის რა გამოაქვეყნა მან მისი მეთოდები, ესე იგი პინგალას მეთოდები მეტრული კომბინაციების განგარიშებისას პასკალის სამკუთხედსა და ლაიბნიცის ორობით სისტემას დაუკავშირდა. პასკალი ცნობილი მათემატიკოსი, ფილოსოფოსი, ის მნიშვნელოვნად ამ მასალებს გადმოცემს თავის კვლევებში და ლაიბნიცი ეს უდიდესი მათემატიკოსი. ყოველ შემთხვევაში კაცობრიობა იმ პროცესშია ჩართული, რომ განავითაროს ეს მათემატიკური მიღწევები. პინგალას კვლევებმა დიდი გავლენა მოახდინა გამოყენებითი მათემატიკის განვითარებასა და თანამედროვე კომპიუტერული მეცნიერების რამდენიმე კონცეფციის ჩამოყალიბებაზე. ეხლა ჩვენ პროტოქართველური მოსახლეობის ტრანსფორმაციის აღწერ პროცესები უნდა შეგვესწავლა ამ სწორედ ამ რამდენიმე გადაცემაში ამაზე გვექნება, მაგრამ დღეს როგორც საუბრობთ, ესე იგი გეუბნებით იმ ისტორიას, რაც არის ამ პროცესის, ანუ დემოგრაფიული პროცესების შესწავლის დასაწყისი, საიდან იწყება. ეს დასაწყისი დაკავშირებულია სწორედ გამოყენებით მათემატიკასთან და გამოყენებით მათემატიკაში განსაკუთრებით ეს არის დემოგრაფიული პროცესების აღწერა მათემატიკური მოდელებით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს ისტორიული მიმოხილვა იმისთვისაა საჭირო, რომ კარგად წარმოვიდგინოთ, რომ გამოყენებით მათემატიკას რა მნიშვნელობა აქვს დღეს საქართველოს და საერთოდ ზოგადად სოფლიოს განვითარებისთვის, ტექნოლოგიური განვითარებისთვის და სხვადასხვა მიმართულებით, ამას ახლა დღეს არ დავაკონკრეტებთ, ამიტომ ვაგრძელებთ ამ თემასთან დაკავშირებით საუბარს და შემდეგ გადაცემებში ჩვენ წარმოვადგენ 4 პერიოდს, რომელიც შესწავლი იქნება მათემატიკური მოდელების საშუალებით და მათემატიკური მოდელებზე გესაუბრეთ, როგორ იყო ჩამოყალიბებული და ეს შექმნა პროფესორმა თემურ ჩილაჩავამ და ჩვენ სამმა ადამიანმა, პროფესორმა თემურ ჩილაჩავამ, პროფესორმა გიორგი ფოჩხუამ და მე დავამუშავეთ ეს თემა და სწორედ ამ თემაზე პოპულარულ ენაზე გვექნება შემდეგ გადაცემებში საუბარი. დღეს კიდევ რამდენიმე სიტყვას გეტყვით. დაახლოებით 825 წელს სპარსმა, ანუ ირანელმა მათემატიკოსმა მუჰამედ იბნ მუსა ალ-ხუარაზიმ პირველმა წარმოადგინა ციფრი და კვადრატული განტოლებების ამოხსნის მეთოდები თავის შრომაში. შემოკლებული წიგნი ალგებრისა და გამოთვლის შესახებ, აქ რამდენიმე ნაწილს ვისაუბრებთ, სწორედ ალ-ხუარაზმი, ანუ ჩვენ ვეფხისტყაოსანში ხვარაზმი ვიცით, აი ალ-ხუარაზმიდან მოდის სიტყვა ალგორითმი. აი ალ-ხუარაზმი და ნაწარმოებია ეს ლათინური წარმოთქმით ალგორითმი და სიტყვა ესე იგი ორიგინალს, რომელსაც მე ვსწავლობდი მუჰამედ იბნ მუსა ალ-ხუარაზმის წიგნისა, შემოკლებული წიგნი ალგებრისა და გამოთვლის წესების შესახებ, ეს არაბულადაა დაწერილი, ანუ უпроსტად არაბული ასოებით, აი ამ წიგნს ქვია ქითაბ ალ-ჯაბრ ალ-მუკაბალა. ეს არის წიგნი მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ წარმოვიდგინოთ მათემატიკა როგორ ყალიბდება ირანში. ეს არაბული მათემატიკა შეიძლება ვუწოდოთ ასე ზოგადად, რადგანაც არაბული ასოებით იწერება და ეს არის ტრიგონომეტრიული მეცნიერების, ტრიგონომეტრიული მიმართულების განვითარების მნიშვნელოვანი ადგილი. სწორედ მუჰამედ იბნ მუსა ალ-ხუარაზმის მეთოდები იქცა იმ პერიოდში არსებული პრობლემების გადაწყვეტის მთავარ გზად და ალგებრის პრინციპები განსაზღვრა. აი სიტყვა ალჯებრ ეს არის არაბული სიტყვა და აქედან მიღებულია ალგებრა, მათემატიკის ერთ-ერთ მიმართულებას, სწორედ
ალგორითმის საპატიცებლად, როგორც ალგორითმი არის მიღებული ალგორითმიდან და ასევე მიღებულია მისი წიგნის სათაურიდან ალჯებრიდან სიტყვა ალგებრა, აი ეს გვაქვს მათემატიკის ისტორიაში მნიშვნელოვანი რამ. ინდური და არაბული სპარსული მათემატიკური ხელნაწერების ჩვენ მიერ შესწავლის შედეგად ნაბეჭდი ორიგინალი წიგნებისა და საარქივო მასალების შესწავლის შედეგად გაირკვა ჩვენი მრავალწლიანი კვლევების შედეგად, რომ პინგალას მიერ აღწერილი წესები 1202 წელს იტალიელმა მათემატიკოსმა, როგორც ვთქვით, ლეონარდო პიზელმა, ანუ ფიბონაჩმა დაუკავშირა იზოლირებულ გარემოში ბინადარი ბოცვერების მათემატიკური პოპულაციის დინამიკას. ანუ ბოცვერების, ანუ ყურძლების ზრდისა და გამრავლების კვლევას თავის წიგნში. და ეს წიგნში მან ჩამოაყალიბა ეს წიგნი ცნობილია გამოთვლების წიგნი, ასეა ლათინურად დაწერილი, ეს ორიგინალიც მაქვს. ნანახი და ფოტოები გადაღებული და ჩამოტანილი გვაქვს. საოცარია ამ წიგნის დათვალიერება და შესწავლა. ფიბონაჩის მოდელი ისტორიულად პირველი მათემატიკური მოდელია, რომელიც აღწერს პოპულაციის, ანუ ამ შემთხვევაში ბოცვერების გამრავლებას და ემყარება მეორე რიგის წფივ ერთგვაროვან სხვაობიან განტოლებას საწყისი პირობებით, სადაც ნატურალური რიცხვია n 1225 წელს ფიბონაჩიმ ასევე შეისწავლა ერთ-ერთი კუბური განტოლება, რომლის ერთი ნამდვილი დადებითია მონახსნი მიახლოებით გამოთვალა და რადგანაც მან შეისწავლა ბაბილონური მათემატიკა თვლის სამოცობით სისტემა, ამიტომ ამ განტოლების კუბური განტოლების ამონახსნი დაახლოებით დაწერა თვლის სამოცობის სისტემაში. ერთ-ერთი ამონახსნი, როგორც ვიცი ჩვენ, შემდეგში კუბურ განტოლებას რამდენი ხარისხიც აქვს, იქიდან გამომდინარე განტოლებას აქვს იმდენი ამონახსნი, მაგრამ ერთი ამონახსნი ფიბონაჩმა 1225 წელს მიახლოებით დაწერა თვლის სამოცობის სისტემაში. ჩვენ დღეს ვიყენებთ თვლის ათობის სისტემას, ანუ თვლის ათობის სისტემა არის რიცხვები, უკაცრავად ციფრები 0, 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9. აი ეს არის თვლის ათობის სისტემა, ამ ციფრების საშუალებით ჩაიწერება რიცხვები. მაგრამ თვლის სამოცობის სისტემაში ციფრი არის 59. აი ეს არის შუამდინარეთში, ბაბილონში და ეს ძალიან საინტერესოა, ჩვენ შემდეგშიც ვისაუბრებთ ამ თემებთან დაკავშირებით. სწორედ ფიბონაჩის ეს მიღწევა, ეს ფაქტი მიუთითებს იმას, რომ მას გარკვეული ცოდნა ჰქონდა ბაბილონური გამოყენებითი მათემატიკის შესახებ და სავარაუდოდ ეს განათლება მან ძველი ბერძნული, ინდური და არაბული სპარსული წერილობის წყაროებიდან მიიღო და ევროპულ ალგებრაში დანერგა და განავითარა. 1529 წლის 25 მარტს იტალიელმა მათემატიკოსმა ნიკოლო ტარტალიამ კუბური განტოლება გარდაქმნით დაიყვანა არასრულ კუბურ განტოლებამდე და მისი ამოხსნის მეთოდი და ფორმულა ლექსის სახით იტალიურად ჩაწერა. ესე ჩვენ გამოვიკვლიეთ. ძვირფასო კოლეგებო, ძვირფასო მაყურებლებო, ჩვენ დღეს მათემატიკურ ამ ნაწილს დავასრულებთ, შემდეგ გადაცემაში ვისაუბრებთ. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, რომ ასე ვისმენდით და აქტიურობთ Facebook-ზე, ვუყურებთ თქვენს აქტივობას, ყოველ შემთხვევაში ჩვენს გადაცემებს თქვენ ძალიან აქტიურად ვუყურებთ და მეტად მოისმინეთ ეს მნიშვნელოვანი მასალა. ჩვენ რამდენიმე გადაცემას მივუძღვრით ამ თემას და ეს იქნება ერთგვარად წარმოსადგენი იმისთვის, რომ როგორ სიმაღლეზე უნდა იდგეს ქართული მათემატიკური სკოლა, ასევე სხვა მეცნიერების მიმართულებები, ეს აუცილებელია ქვეყნის განვითარებისთვის. ძვირფასო ტელემაყურებლებო, დიდი მადლობა ყურადღებისთვის. დღეს თქვენ უსმენდით გადაცემას ფაზის აკადემიის კვლევებს. მე გახლავართ გია კვაშლავა, ფაზის აკადემიის პრეზიდენტი. დროებით